საღამოშობების ელოციანვარს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან სიახლეებს ვიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. საქსტატის ინფორმაციით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით 3%-ით და წლიურ ჭრილში 6.1%-ით ზრდა არის. 2025 წელს საქართველოში რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი 16-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში 96 მილიონი დოლარის, 225,000-ზე მეტი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანეს. ელექტროენერგიის გამომუშავება 2021 წლიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, გასულ წელს ელექტროსისტემამ სულ 13,827 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. წლიურ ჭრილში კლება თითქმის 3%-ია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით 10 წელში საქართველო მიზნად ისახავს რეგიონსა და ევროპაში სუფთა ენერგიის საიმედო ექსპორტიორი გახდეს. ინგა ფხალაძის თქმით, ამ დროისთვის ჯამური დადგმული სიმძლავრე 2.5-ჯერ უნდა იყოს გაზრდილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული ჰესების განვითარებას, ასევე ქარის და მზის ფართომასშტაბიან პროექტებს ენერგეტიკის შემდგომი დივერსიფიკაციისთვის. საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2025 წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით 7 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტმა 18 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 9.7%-ით ზრდა არის. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ოფიციალური რელიზის მიხედვით განხილული იყო მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. ამავე ინფორმაციით გაიმართა შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატი. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დაიწყება. აღნიშნული კომისია გავრცელდება არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს დაასრულებს აპრილის ბოლომდე, აქვე პარალელურ რეჟიმში შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს და ერთობლივად პარლამენტთან კოორდინაციაში ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში გვექნება ძალიან აქტიური შეხვედრები უშუალოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელები, იქნებიან დისტრიბუტორები თუ სხვა მათ შორის პროდუქტების მწარმოებლებიც. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ უშუალოდ ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები დაიდოს უახლოესი თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად აპრილის ბოლომდე. შედგა კომისიის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც ნამჟელი იყო სამუშაო გეგმაზე, პროცესზე, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, დაიგეგმა შეხვედრა ყველა მონაწილე მხარესთან, სადაც ნამჟელი იქნება იმ სამოქმედო გეგმასთან მიმართებით იმ შედეგების გასვლაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის შედეგად იყოს მიღწეული და აპრილის ბოლომდე განისაზღვრა ვადა, რომელთაც შესაბამისი შედეგები იქნება ცნობილი. შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს თავად პრემიერ-მინისტრი და მთავარი ამოცანა ამ კომისიისა არის პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდის. დღეს გაიმართა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ამ კომისიისა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა პრაქტიკულად აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ის ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს კომისიის მუშაობის შედეგად.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, კომისია მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს. რა ეტაპზეა საგამოძიებო პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასული წლის დეკემბერში პრემიერის განცხადების შემდეგ, ამაზე სუსტმა განცხადება მედიის კითხვების საპასუხოდ თავად გავრცელა, რომელშიც აღნიშნავად, რომ გარდა სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხისა, გაზპრომთან ხელშეკრულების გასაჯაროების თემაზეც ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების დეტალებსა და ტაქტიკას, ვინ რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება, ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს. საქსტატის ინფორმაციით სამრეწველო პროდუქციის წარმოებელთა ფასების ინდექსის დეკემბრის ანგარიშის თანახმად წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.1%-ით ზრდა. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ისეთმა სექტორებმა იქონია, როგორიც არის დამუშავებელი მრეწველობა. ფასები ამ შემთხვევაში გაიზარდა 4.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი 3.93% პუნქტი შეიტანა. ამ ჯგუფში განსაკუთრებით ფასების მატებაა გამოსაყოფი კვების პროდუქტებზე 11.9%-ით და ძირითად ლითონებზე 5.3%-ით. სამთო-მოპოვებით მრეწველობაში ფასების 22.4%-იანი მატება დაფიქსირდა ინდექსში 1.54% პუნქტი შეიტანა წვლილი. სექტორში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ლითონის მადნებზე 30.8%-ით. ენერგეტიკის ნაწილში ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები 7.6%-ით გაიზარდა. წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა ფასების მატება 1.9%-იანია. ნოემბერთან შედარებით დეკემბერში ფასების ზრდაზე გავლენა იქონია ენერგეტიკის სექტორმა. 1%-იანი ზრდა იყო. კვების პროდუქტების შემთხვევაში 4.1%-იანი ზრდა. ძირითად ლითონებზე ფასები ერთ თვეში 3%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ფასების კლება იყო ტექსტილში 16.6%-ით, თამბაქოს ნაწარმი გაიარდა 5.8%-ით. საქსტატის გრაფიკული მონაცემები მიუთითებს, რომ 2025 წლის განმავლობაში წლიური ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით პიკს მარტში აღწევდა 107.3 პუნქტი იყო, შედეგად მცირედი დასტაბილურება დაფიქსირდა და წლის ბოლოსთვის 106.1 ნიშნულზე შენარჩუნდა. საქართველოში ინფლაციის გამოთვლის მეთოდოლოგია ეკონომისტებსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის აზრთა სხვადასხვაობის საგანი რჩება. მთავარი კითხვა ეხება იმას, თუ რამდენად ზუსტად ასახავს ოფიციალური მონაცემები მოსახლეობის რეალურ მდგომარეობას და არსებობს თუ არა სტატისტიკით მანიპულირების სივრცე. კითხვები ეხება როგორც სამომხმარებლო კალათაში წონის ცდომილების საკითხს, ასევე ფასების აღრიცხვას. რამდენად სანდოა ინფლაციის მონაცემები, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს? რა შენიშვნები აქვთ ინფლაციის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ეკონომისტებს და როგორი არის საქსტატის პასუხი? იკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. ეკონომისტების ნაწილს ინფლაციის გაანგარიშებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. რამდენად სანდოა ინფლაციის მაჩვენებელი და შესაძლებელია თუ არა მასზე დაყრდნობა? ეკონომისტების განმარტებით დღეს ინფლაცია ქვეყნის ნომერ პირველი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევაა, თუმცა მისი დათვლის მეთოდოლოგია, კერძოდ კი სამომხმარებლო კალათაში პროდუქტების შეწონვის საკითხი საზოგადოებისთვის დახურულია. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან განმარტავს, რომ ხელისუფლებას შეუძლია სამომხმარებლო კალათაში ხელოვნურად გაზარდოს იმ პროდუქტების წილი, რომლებზეც ფასების ზრდა დაბალია და შეამციროს იმ ჯგუფების ხვედრითი წილი, სადაც ფასები მკვეთრად იზრდება. ეს კი საბოლოო ჯამში რეალურზე დაბალ ინფლაციას აჩვენებს. ამიტომ ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის მაჩვენებლით მანიპულირება შესაძლებელია. არის შანსი, რომ თუ გაჩნდება სურვილი, ან არის სურვილი, რომ შენ ხელოვნურად მართო ინფლაცია, შენ შეიძლება გაზარდო პროდუქტების წილი, რაც ფასების მაზრდება არის დაბალი, შედარებით ან მოსალოდნელია, რომ დაბალი იქნება და შეამცირო ის წილი, რომელიც არის მოსალოდნელი, რომ იქნება მაღალი. ანუ მაგალითისთვის თუ რატომ აქვს სურსათს კონკრეტული პროცენტი, აი მე რა მაინტერესებს, ხო, რატომ აქვს კონკრეტული წილი კალათაში სურსათის მოხმარებას, პირობითად ავიღოთ, რომ აქვს 30% და არა აქვს ან მეტი ან ნაკლები. და ის ესე ვთქვა, და ეს ასევე ეს არ არის სტატიკური მონაცემი, ხო, ის იცვლება, როგორც მე ვიცი, წელიწადში ერთხელ იცვლება და საინტერესოა რის საფუძველზე იცვლება და რამდენადაა ეს ნედლი მონაცემები, რის საფუძველზეც მოხდა ცვლილება იყოს ხელმისაწვდომი. მე ვერ მივაკლია ამ მონაცემებს. როგორც წესი, სამომხმარებლო კალათა
არის ერთ-ერთი განსაზღვრელი. სამხმარებლო კალათაში არის წონები პროდუქციასა და მომსახურებაზე, ანუ კატეგორიებს ენიჭება ხვედრითი წონები. ხვედრითი წონები დგინდება პერიოდულად მოსახლეობის გამოკითხვების მიხედვით. რამდენად რელევანტურია გამოკითხვების შედეგები, რამდენად სწორია, რამდენად იყო ის სწორი წლების განმავლობაში და ეყრდნობოდა ამ შედეგებს. ჩვენ ამით ვხები ამ შეკითხვებზე. ჩვენ არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ არ ვენდოთ და არც იმის საფუძველი, რომ პრინციპში ვენდოთ. სტატისტიკის სამსახურს სამხმარებლო ფასების ინდექსი აგებული აქვს ფასების იმ მონაცემებზე, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაიხადოს მომხმარებელს, მაგრამ რომელიც მომხმარებელს რეალურად შეიძლება ჯერჯერობით გადახდილი არ აქვს. ფასები მოდის სამხმარებლო ფასების ინდექსის მოდელში, ოღონდ ის ფასები, რომლებიც გაფორმებულია პროდუქცია. გადაიხადა თუ არა მომხმარებელმა ეს ფასები, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აგვაქვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ მოდელი, რაც ამჟამად ინფლაციის გასაანგარიშებლად გამოიყენება, უახლეს და თანამედროვე მეთოდოლოგიას ეყრდნობა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ირწმუნება, რომ 2022 წელს ფასების სტატისტიკა სექტორულად საერთაშორისო ექსპერტებმაც შეაფასეს და დეტალურად გაიარეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც საქსტატი ფასების გაანგარიშებისას იყენებს. მისი თქმით, უწყება საერთაშორისო სტანდარტებს მიყვება, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ციფრები შესაძლოა ყველასთვის მისაღები არ იყოს. არ შეიძლება სტატისტიკის სამსახურმა ისეთი ციფრი გამოაქვეყნოს, რომელიც მისაღები იქნება ყოველთვის ამა თუ იმ მხარესთვის. ჩვენ ხშირად ვართ კრიტიკის ობიექტი და ჩვენი მონაცემები ძალიან ხშირად გახლავთ მანიპულაციის იარაღი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტებს და ყოველთვის გავყვებით იმ გზას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის ნაკარნახები, მიუხედავად იმისა, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშებული მონაცემები, რამდენად მისაღები იქნება მათთვის და მიუხედავად იმისა, რამდენად კრიტიკული იქნება ეს ჩვენთვის. ეკონომისტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ აისახება. მათი თქმით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ფულის ძირითად ნაწილს ურსაცსა და ჯანდაცვაზე ხარჯავს, ინფლაცია შესაძლოა 10%-ზე გაცილებით მაღალი იყოს. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა უფრო დეტალური ჩაშლა და სხვადასხვა კალათისთვის სხვადასხვა ინფლაციის მაჩვენებლის დადგენა. ეკონომისტებს კითხვები აქვთ საქსტატის თავისუფლების ხარისხთანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის მაჩვენებლის გამოთვლის პროცესი გამჭვირვალეა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქმედებს. თუ მიზანი დღეს ხელისუფლების არის, რომ სტატისტიკა გააყალბოს, ის ამ მიზანს თავისუფლად მიაღწევს. როგორც არ უნდა იყოს მეთოდოლოგია. ავტორიტარული რეჟიმი ვარ. ზოგადად ამ შეკითხვებს ვსვამთ, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს და შესაბამისად არ ვენდობით ბევრ რაღაცაში ხელისუფლებას, მათ შორის უკვე სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში. საქსტატის თავისუფლების ხარისხი დღითიდღე მცირდება, ჩემი აზრით. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ესეთ სიტუაცია იქნება. ის ესე ვთქვათ, თავმოყარი ინსტიტუციაა, ის არ მგონია, რომ აყალბებდეს მონაცემებს, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა სწორედაც აი ესეთი პატარა ნებადართული ცვლილებებით რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ითამაშოს ეს ქართული ოცნების თამაში. და შესაბამისად, სწორედ აქედან გამომდინარე, არის საინტერესო, რომ ჩვენ ვიცოდეთ მეტი, არა მაგალითად, რომ მონაცემი არის თუ არა სანდო რაღის ციციბურა და მე არ მგონია, რომ ამ ნაწილში ხდებოდეს რაღაცა დონეზე გაყალბება მონაცემების. არამედ აი სწორედაც აი ის შეწონვა კალათების, ჩანშლა დეტალურად ინფორმაციის, აი ამის სურვილი თუ გაუჩნდა მომხმარებელს, რომ ამაზე ქონდეს დეტალური ინფორმაცია, რატო ხდება ეს ცვლილებები, მე ვფიქრობ, აქ შეიძლება გამოიკვეთოს, რომ საქსტატი თამაშობს ქართული ოცნების თამაშს და ისე ცვლის იმ ნებადართული მეთოდებით, რასაც მას მეთოდოლოგია აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო ფასები გამოჩნდეს, რომ მცირდება, ვიდრე იზრდება.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ინფლაციის წლიურმა დონემ 4% შეადგინა. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. ფასების მატება შეინიშნებოდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა პური, თევზეული, ცხიმი და ზეთი, ხორცპროდუქტები, ხილი და სხვა. აწდენა ოფიციალურ სტატისტიკასა და მოსახლეობის აღქმას შორის კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები თავიანთი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს სწორედ სურსათზე ხარჯავენ. საქსტატის ინფორმაციით გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით 7 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. დეკემბერში ექსპორტი 22.5%-ით 673 მილიონ დოლარამდე იყო გაზრდილი. საქსტატის ანგარიში მიუთითებს, რომ ექსპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარით, სადაც მატება 16%-ია. ავტოექსპორტის ნახევარზე მეტი, მილიარდ 900 დოლარი ყირგიზეთის მიმართულებით გავიდა და შედეგად ყირგიზეთმა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი დაიკავა. რაც შეეხება რიგით მეორე საქონელს 379 მილიონი დოლარი იყო ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი, რაც წლიურად 60%-ით არის გაზრდილი. ძირითადად ოქროს ფასის მატებით იყო ეს გამოწვეული. მესამე პოზიციას სპირტიანი სასმელები იკავებს 282 მილიონი დოლარით, სადაც კლება 2%-ია. შემდეგ პოზიციაზე არის ღვინოები 268 მილიონით, სადაც კლება 3% შეადგენს. 2025 წლის ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 12.9%-ით 3 მილიარდ 367 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს კი მთლიანი ექსპორტის 46.2% იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში გასულ წელს 6% პუნქტით გაიზარდა. 2025 წელს 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. ქვეყნების ტოპ 10-ში კლება 3 მიმართულებით არის თურქეთში, შეერთებულ შტატებში და შვეიცარიაში. სხვა შემთხვევაში ზრდა არის. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველ ადგილს თურქეთი იკავებს, რომელთანაც ბრუნვა 3 მილიარდ 100 მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან საქართველოს ექსპორტი 33 მილიონი დოლარი იყო, იმპორტი 2 მილიარდ 800 მილიონი. მეორე ადგილზე ბრუნვის მიხედვით შტატებია, სადაც მთლიანობაში 2 მილიარდ 840 მილიონი დოლარი შეადგინა სავაჭრო ბრუნვამ. შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაში უდიდესი წილი 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი იმპორტზე მოდის, მეორადი მსუბუქი ავტომობილები ჭარბობს ამ ნაწილში, სავაჭრო ბრუნვით კი მესამე ადგილზე რუსეთია, რომელთანაც 2025 წელს საქართველოს 2 მილიარდ 680 მილიონი დოლარის ბრუნვა ჰქონდა. აქედან ექსპორტი 759 მილიონი დოლარი, იმპორტი კი მილიარდ 930 მილიონი დოლარი იყო. უმსხვილესი სავაჭრო ბრუნვის მქონე ქვეყნების პირველ ათეულში 2 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა გერმანია და ბულგარეთი. გერმანიასთან სავაჭრო ბრუნვა მილიარდ 300 მილიონ დოლარს აღემატება, საიდანაც იმპორტი მილიარდ 280 მილიონი დოლარი იყო, ექსპორტი კი 72 მილიონი დოლარი. გერმანიიდან იმპორტში წამყვან ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. რაც შეეხება ბულგარეთს, საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო ბრუნვა შარშან 577 მილიონი დოლარის ტოლი იყო, საიდანაც ექსპორტმა 227 მილიონი დოლარი, იმპორტმა კი 320 მილიონი დოლარი შეადგინა. ყირგიზეთმა სავაჭრო ბრუნვის რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა მილიარდ 900 დოლარით. ამ ქვეყანაში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, მილიარდ 900 დოლარის ოდენობით, იმპორტი კი მინიმალური მოცულობის იყო და 5 მილიონ დოლარს შეადგენდა. ორი 2025 წლის დეკემბერში საქართველომ 3 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. დეკემბერში იმპორტი განხორციელდა ყველა მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც. ელექტროენერგიის გამომუშავება 2021 წლიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით 2025 წელს ენერგოსისტემამ სულ 13 მილიარდ 827 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. წლიურ ჭრილში კლება თითქმის 3%-ია. 3%-ით არის გაზრდილი მოხმარება, რამაც დანაკარგების ჩათვლით 14 მილიარდ 800 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. მათ შორის მომხმარებლებზე მიწოდებამ 14 მილიარდ 300 მილიონი კილოვატ-საათი აჩვენა. რა ტენდენციებია ელექტროენერგიის წარმოება, მოხმარება, მიწოდების კუთხით და შეიცვალა თუ არა საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტიორების გეოგრაფია? ანუკა ჯოხაძის სიუჟეტი ვნახოთ. 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით 14.9 მილიარდ კილოვატ-საათამდე გაიზარდა, თუმცა მოხმარებისგან განსხვავებით შარშან დენის გამომუშავება შემცირდა. ჯამში დაახლოებით 13.8 მილიარდი კილოვატ-საათი გამოიმუშავა ქვეყნის ელექტროსისტემამ, რაც 2024 წელთან შედარებით 3%-იანი კლებაა. დარგში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2025 წელი გამომუშავების კუთხით განსაკუთრებით პრობლემური იყო, რომლის მიზეზი
ცუდი ჰიდროლოგიური პირობები იყო. თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ქვეყანაში შეუძლებელია წარმოებული ენერგიის დაგროვება, რის გამოც გაზაფხულზე წყალუხობის პერიოდში ჰესების ნაწილს წყლის დაღვრა უწევს. რომ არა რამოდენიმე ჰიდროელექტროსადგური, რომ არა ის რაოდენობა მცირე მზის ელექტროსადგურებისა, რომელიც გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში, უკანასკნელ პერიოდში ეს ციფრი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა გახლავთ ის, რომ ის გენერაციის ობიექტები, რომელიც რეალურად დღეს ან შენდება, ან ექსპლუატაციაში შედის, არც ერთ მათთაგანს არ გააჩნია ელექტროენერგიის დაგროვების საშუალება. სხვადასხვა პერიოდში თუნდაც TBC ბანკმა გამოაქვეყნა ის, რომ მათ მიერ დაფინანსებული პროექტების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი არის ჩამორჩება გეგმიურ 20%-ით. და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის და სამწუხაროდ ეს შედეგები მერე გადადის მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის კისერზე. მოთხოვნის დაბალი ტემპით ზრდის მიუხედავად იმპორტი კვლავ მაღალია. 2025 წლის დეკემბერში საქართველოს 300 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. დეკემბერში იმპორტი განხორციელდა ყველა მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც კი. ყველაზე მეტი ელექტროენერგია საქართველოს 171 მილიონი კილოვატ-საათი რუსეთიდან მიიღო. 44 მილიონი კილოვატ-საათი და 41 მილიონი კილოვატ-საათი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ხოლო თურქეთიდან იმპორტირებული დენის მოცულობა 40.9 მილიონი კილოვატ-საათი იყო. გამოსავლის გზებზე საუბრისას ბემონის მმართველი პარტნიორი უპირობოდ ამბობს, რომ აუცილებელია გენერაციის ობიექტების მშენებლობის დაჩქარება, იმისთვის რომ წლიდან წლამდე გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება მზარდი იმპორტით არ მოგვიწიოს. ეს არის ჰესები, ეს არის ქარი, ეს არის მზე, ხო? თუ ჩვენ ეს სამი, ასე ვთქვათ, ჩვენი ძირითადი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გამოვიყენეთ, წლიდან წლამდე გაიზრდება ჩვენი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე და წლიდან წლამდე ჩვენ უკან დავიწევთ. თეთრი შურით მშურს, როცა უყურებ სტატისტიკას მეზობელი ქვეყნების და ხედავ იქ, რომ მიდის ჰესების შენებლობა, სადაც ეს შესაძლებელია ფიზიკურად, მიდის ქარის ახალი სადგურების შეყვანა, მზის სადგურების და წლიდან წლამდე ძალიან მაღალი ტემპით მიდიან წინ. ჩვენ კი საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. ენერგეტიკის სექტორში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთ ზრდას ელიან და შესაბამისად ახალი ობიექტების მშენებლობის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს დაახლოებით 3%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რამაც დანაკარგების ჩათვლით 14.8 მილიარდი კილოვატ-საათი შეადგინა. გრედა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გვიხსნის, რომ ტექნოლოგიური განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის პირობებში საშუალო წლიური მოხმარების ზრდა მოსალოდნელია, რომ სოფლიოში და საქართველოშიც მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდოს, რასაც მზად უნდა დავხვდეთ. დატა ცენტრებზე მოთხოვნა ძალიან ფაქტობრივად ელუსებური სისწრაფით იზრდება და ეს რა თქმა უნდა სერიოზულად გასდის კიდევ მოხმარებას. ამას რომ დავუმატოთ ელექტრომობილები, შესაბამისად, არ ვიცი, ახალი ქარხნები და ასე შემდეგ. ანუ კი დანამდვილებით პროგნოზი მაგეთკენ იქნება, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მთელ სოფლიოში გაიზრდება და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოშიც და ეს იქნება ძალიან სწრაფი და ანუ არ იქნება ისეთი ტემპი, როგორიც აი აქამდე ამ წლების განმავლობაში ჰქონდა და კი ესეც დანამდვილებით გასათვალისწინებელია, რომ აქაც ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავეწიოთ ამ ზდას, ამ ტენდენციას და ეს არ მოხდეს, ეს დაწევა არ მოხდეს ისე და ისე იმპორტის ხარჯზე. გასული წელი სახარბიელო არ იყო არც ექსპორტის კუთხით. 2025 წელს ექსპორტზე მხოლოდ 0.5 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავიდა, რაც 2024 წელს ისედაც შემცირებულ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლებია. მიუხედავად ბოლო წლების ტენდენციისა, გალდენ ტაკარდის კვლევის დეპარტამენტის სექტორის უფროსი მერიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაინც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეზობელი ქვეყნები ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით თვითმყოფადები არიან, მთავარია საკმარისი გამომუშავება გქონდეს. ვერ ვიტყვით, რომ თურქეთს იმხელა დეფიციტი აქვს, რომ აინამაც ჩვენგან ჭირდება ელექტროენერგია ან სომხეთს. ყველას რაღაცნაირად ეს თემა ისე აქვს, რომ თვითკმანები არიან, მაგრამ თუ გვექნება ჩვენ რესურსი, გვაქვს საშუალება რომ გავიტანოთ, თუ ეს იქნება ფასტაშორის სხვაობით მომგებიანი, გვაქვს რესურსი რომ გავიტანოთ. ჩვენ თუ ჰიდროსადგურებით ვაწარმოებთ და თურქეთს აქვს საკმაოდ მაღალი გაზის და ნახშირის წარმოება, ალბათ ჩვენი უფრო იაფიქნება მათ გაზთან და ნახშირთან შედარებით და გვაქვს პოტენციალი რომ გავიტანოთ ამ ბაზარზე. იგივე სომხეთი არის საექსპორტოდ მიმზიდველი ბაზარი, იმიტომ რომ იქ ატომური სადგური არის და ამის ჩანაცვლებას გეგმავენ გრძელვადიან პერსპექტივაში.
პირველად ბოლო წლებში იმპორტიორთა შორის გამოჩნდა თურქეთიც, რომელიც საქართველოსთვის ელექტროენერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. შარშან დეკემბერში საქართველოს თურქეთიდან 40.5 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზე ამოცემულობით აღნიშნულია, რომ თურქეთიდან იმპორტის სახით 401 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი ხდება, თუმცა აზერბაიჯანიდან იმპორტი განულებულია. რა განაპირობებს იმპორტის გეოგრაფიაში ცვლილებებს? კითხვით სახელმწიფო ელექტროსისტემას მივმართეთ. უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ველოდებით. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს 13 მილიარდ 400 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ დაკავშირებული არის როგორც საყოფაცხოვრებო აბონენტების, ასევე ბიზნესების ელექტრომოხმარების ზრდასთან. ენერგოპრო ჯორჯიას, ანუ ებ ჯორჯიას მიწოდების აბონენტებმა 3 მილიარდ 900 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 3.8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება თელას, ანუ თელნიკოს აბონენტებს, მათ 3 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 11.4%-ით ზრდა. აფხაზეთში ელექტრომოხმარება 2 მილიარდ 200 მილიონი კილოვატ-საათი იყო, წლიურად 6%-იანი კლება დაფიქსირდა შესაბამისად. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ჯამურად პირდაპირმა მომხმარებლებმა 2025 წლის 11 თვეში 3 მილიარდ 100 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია შეისყიდეს, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოში ინდუსტრიული დატა-ცენტრების ელექტრომოხმარება მკვეთრი ტემპებით იზრდება და ქვეყანაში არსებული დატა-ცენტრები ძირითადად კრიპტოვალუტების გამომუშავებით არიან დაკავებული. ისინი თბილისის და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშია განთავსებული. სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკით, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება წელს 3-ჯერ გაიზარდა და იანვარ-ნოემბერში 675 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. ეს მთლიანად ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 5%-ია. კრიპტოვალუტების გამომუშავების მატება დაკავშირებული არის ამ აქტივის ფასის მნიშვნელოვან მატებასთან. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიებს, მოხმარებით პირველ ადგილზე შეპასე AI-Tech Solution-ია, რომელმაც 403 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. კომპანია ოპერირებს თბილისში, გლდანის დატა-ცენტრში, სადაც წარსულში Bitfury Mining-ს ახორციელებდა. ელექტროენერგიის მოხმარებით მეორე ადგილზეა კომპანია Techsprint Corporation, რომელიც ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ოპერირებს. კომპანიამ იანვარ-სექტემბერში 125 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარა. მესამე პოზიციაზე შეპასე TFZ სერვისია, რომელმაც 104 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა და თავის მხრივ ეს კომპანია მაინინგით არ არის დაკავებული, თუმცა თიშში არსებული სხვა მაინინგ კომპანიებისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას ახდენს, ასევე კომპანია IT-ლების მოხმარება 24 მილიონი 600.000 კილოვატ-საათი იყო, ხოლო კომპანია Data Hub-ის მოხმარება 7 მილიონ 200.000 კილოვატ-საათი. მელიორაციის სისტემებზე განლაგებული მცირე ჰესები წყლის სარგებლობის საფასურს გადაიხდიან. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ფორმულა უკვე განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დადგინდა მცირე ჰესის მიერ საქართველოს მელიორაციისათვის გადასახდელი თანხა. სემეკის წევრი გივი სანიკიძე განმარტავს, რომ ტარიფი დადგინდება ელექტროენერგიის საბალანსო ფასის და ესკოს მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის ჯამის საშუალო მაჩვენებლის მთლიანი გენერაციის 10%-ზე ნამრავლით. სემეკი აღრეილის, რომ ტარიფს ასეთი ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასზე გავლენა ექნება. მელიორაციის სისტემებზე განლაგებულია მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები, შესაბამისად მათთვისაც დადგინდა წყლის მიწოდების საფასური, აღნიშნული იანგარიშება შესაბამისი ფორმულით. ფორმულა გულისხმობს იმას, რომ ელექტროენერგიის საბალანსო ფასისა და საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის ჯამის საშუალო მაჩვენებლის ნამრავლი ხდება მთლიანი გენერაციის 10%-ს. აქედან გამომდინარე დაითვლება ის გადასახდელი საფასური, რომელიც უნდა ანაზღაუროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებმა მელიორაციის კომპანიისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ელექტროენერგიის ტარიფზე, გამომდინარე იქედან, რომ ეს დანახარჯები არ ახდენს სარეალიზაციო ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასზე გავლენას, გამომდინარე იქედან, რომ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შეიძლება ბაზარზე ელექტროენერგია გაყიდოს საბალანსო ფასით, ელექტროენერგიის საბალანსო ფასით, ან უშუალოდ სისტემის კომერციულ ოპერატორზე ბაზრის წესებიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, მათ მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ფასი არ შეიცვლება.
ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი ამუშავებიდან 9 წლის თავზე 16481 მგზავრის და 1060 რეისის მომსახურებას ითვლის. 2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, თელავის, მესტიის და ამბროლაურის აეროპორტების დაცვის მომსახურებაზე სახელმწიფო კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 27.900.000 ლარს დახარჯავს. 2025 წელს სერვისი 33.200.000 ლარი დაჯდება. 2024 წელს კი 24.200.000 ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარება დაგეგმა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ბაზრის მოკვლევა საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად გამოაცხადა. საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს ააქტიურებს. ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება. ოქროს ფასი ერთ თვეში 5%-ზე მეტად გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულება $4,700 გასცდა. საქართველოს 2025 წელს 122.300.000 1.9 ტონა დამუშავებული, ნახევრად დამუშავებული და ფხვნილის სახით ოქრო გაყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს თანხაში 122.9% აღემატება. მოცულობაში თითქმის 30%-ით ნაკლებია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა. ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება და ოქროს ფასი ერთ თვეში კიდევ 5%-ით გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულება ამ დროისთვის $4,700 სცდება. საერთო ჯამში ერთ წლიან პერიოდში ოქრო 73%-ით არის გაძვირებული. ბოლო 6 თვეში კი ფასის 38%-იანი ზრდა. გლობალურად ძვირფას მეტალზე ფასის ზრდა საქართველოს ბაზარზეც აისახება. როგორც კომპანია ზარაფხანაში თქვეს, ბოლო 2 კვირაში მათ წარმოებას 1 გრამის შესაწყდი ოქროს ფასი 18 ლარით გაუძვირდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ზარაფხანას ფასების ზრდა გასული წლის სექტემბერში მოუწია და ამ ეტაპზე დამატებით ოქროს ნაკეთობების გაძვირებამ აღარ იგეგმება. თუმცა თორნიკე სამხარაძე ამბობს, რომ უნცია ოქროზე $4,900 ის ნიშნული, რომლის შემდეგაც უკვე კომპანიას დამატებით პროდუქციის გაძვირება კიდევ მოუწევს. 2 კვირაში ჩვენთვის შესაძლებელი გრამი ოქროს ღირებულება გაიზარდა 18 ლარით და ესე ვთქვათ, ხვალე უკვე იქნება ახალი რეალობა ჩვენს ბაზარზე და მოლოდინია რომ სადაც 25 ლარამდე გაიზრდება ეს სხვაობა, რაც ჩვენთვის კოლოსალურია. ჩვენ მთელი 2025 წელი გავატარეთ მსგავს ესე ვთქვათ ოქროს ფასის რეკორდების დაკვირვებაში და ჩვენ შარშან განაცხადეთ ჩვენი სტრატეგია, რომ ესე ვთქვათ ჩვენი არჩევანი იქნებოდა ყოველთვის ესე ვთქვათ მოგების მარჟის შემცირება და ესე ვთქვათ ფასების ზრდის ეფექტის ესე ვთქვათ დამოკლება, რამაც ვფიქრობ 2025 წელს გაამართლა. ჩვენთვის კრიტიკული ნიშნული არის $4,900 უნციაზე, რომლის შემდეგაც ჩვენ ფიზიკურად უძლებლები ვიქნებით, რომ ფასები გავზარდოთ. თუმცა აქაც ვიქნებით ძალიან მოზომილები, რადგან ვიცით, რომ ფასების ზრდა მომხმარებლისთვის ყოველთვის სტრესია. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარება დაგეგმა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ბაზრის მოკვლევა საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად გამოაცხადა. პროექტის ყველა ლოტის ჯამური სიგრძე 75 კილომეტრს შეადგენს და ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს სამტრედიის მიმდებარედ დაუკავშირდება. ამასთან მითითებულია, რომ უშუალოდ ანაკლიასთან მისასვლელი გზის 17 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დაპროექტებულია. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებული არის სამეგრელოს ავტობანის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18
თვია. დოკუმენტაციის მიხედვით დაიშვებიან მხოლოდ ის საინჟინრო კომპანიები, რომლებიც წარადგენენ საუკეთესო ფასს. გამოცდილების მხრივ კი მათ მოეთხოვებათ, რომ პროექტის ლიდერს ჰქონდეს არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საგზაო პროექტების ინჟინერიის მიმართულებით. ანალოგიური გამოცდილება მოეთხოვება პროექტის საგზაო და ხიდების ინჟინერებსაც. კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 24 თებერვლამდე შეეძლებათ. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე ლაგოდეხის საავტომობილო გზის წნორი ლაგოდეხის 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საპროექტო მონაკვეთი იწყება ქალაქ წნორში, მიუყვება თბილისი-ბაკურციხე ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და ის გვერდსულის სოფელ ჩალაუბნიანს, ვარდისუბანს, ცოდნისკარს განათლებასა და ქალაქ ლაგოდეხს. გზა სრულდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან. მონაკვეთის საერთო სიგრძე 40.4 კილომეტრია და ის ორზოლიანი იქნება. პროექტი ორ მონაკვეთად დაიყოფა და მოიცავს წნორი ლაგოდეხის 30.9 კილომეტრიან მონაკვეთს და ლაგოდეხის 9.5 კილომეტრიან შემოვლით გზას. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებული არის წნორი ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეა. დოკუმენტაციის მიხედვით დაიშვებიან მხოლოდ ის საინჟინრო კომპანიები, რომლებიც წარადგენენ საუკეთესო ფასს. გამოცდილების მხრივ კი მათ მოეთხოვებათ, რომ პროექტის ლიდერს ჰქონდეს არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საგზაო პროექტების ინჟინერიის მიმართულებით. ანალოგიური გამოცდილება მოეთხოვება პროექტის საგზაო და ხიდების ინჟინერებსაც. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები 17 თებერვალს 18 საათამდე უნდა წარადგინონ. თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით უძრავი ქონების სექტორში მოთხოვნა ჯანსაღია. როგორც ის ამბობს, ამაზე რამდენიმე პარამეტრი მიუთითებს და მათ შორის არის გარემოება, რომ დასრულებულ დეველოპერულ პროექტებში ბინების უმრავლესობა გაყიდულია. თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მიმართ მზარდი არის უცხოელების, მათ შორის ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა. ბურდილაძის განცხადებით 2025 წლის განმავლობაში უშუალოდ თეთრმა კვადრატმა 50 მილიონი დოლარის ღირებულების ბინები გაყიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი ზრდა. რამდენიმე ნიუანსი მეტყველებს იმაზე, რომ ეს მოთხოვნა არის ჯანსაღი. პირველ რიგში უნდა შევხედოთ დასრულებულ პროექტებს. აი თქვენ ვერ დაასახელებთ დასრულებულ პროექტს, სადაც დეველოპერს დარჩენილია გასაყიდად დიდი რაოდენობის ბინები. დასრულებულ პროექტებში დეველოპერებს პრაქტიკულად ყველა ბინა გაყიდული აქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა არის საკმაოდ ჯანსაღი. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ იმ პროექტებში, რომლებიც მომავალ წელს და 2028 წელს სრულდება, იქ ბინების 50%-ზე მეტი არის გაყიდული. ფაქტორი, რომელიც ძალიან სერიოზულად მოქმედებს მოთხოვნაზე უძრავი ქონების სექტორში, გახლავთ იმპორტირებული მოთხოვნა. ანუ ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ უცხოეთიდან მყიდველების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით დიდი ზრდა იყო ისრაელიდან წამოსულ მოთხოვნაზე. თუ 2 წლის წინ ისრაელიდან გამოსულ მყიდველებზე გაიყიდა დაახლოებით 4% პირველადი ბაზრის ბინების, შარშან ეს მაჩვენებელი 11-12%-ის ფარგლებში იყო. ვაშინგტონში ქართული კომპანია ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ქართული კომპანია ბლოგ ჯგუფის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და პირველი ლედის მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით 5 დეკემბერს თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას ესწრებოდნენ. სადღესასწაულო შეკრებაზე, რომლის დროსაც ტენორი ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა შედგა პრეზიდენტის და პირველი ლედის სტუმრებს შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, გენერალური პროკურორი პენ ბონდი, შტატების ეროვნული დაზღვევის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი და სხვები იმყოფებოდნენ. საღამოს თანაპროდიუსერი მარკ ადვენტი იყო, რომელიც დეველოპერი და გლობალური ბიზნესის უძრავი ქონებისა და ტურისტული კომპანიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული გავლენიანი ფიგურა. მისი თქმით, ქართველი ბიზნესმენები ირაკლი კვერღელიძე და თორნიკე ჯანაშვილი ამ საშობაო საღამოზე მიწვეულები იყვნენ, რის შემდეგაც უკვე BMG-ის ინფორმაციით ორბი ჯგუფის და ბლოგ ჯგუფის დირექტორები
მენეჯმენტისა და მისი პარტნიორის ბილი ალენის წინასწარ დაგეგმილ ბიზნეს შეხვედრას შეუერთდნენ. Advent International ორბი ჯგუფთან და ბლოგ ჯგუფთან პარტნიორობით ლას-ვეგასში მასშტაბური ინტეგრირებული კურორტის და კაზინოს პროექტის დასაანონსებლად ემზადებიან და აქტიური განხილვამითი შტატების საფონდო ბირჟაზე დალისთვის შესაძლებლობაზეც. მათ ახალ პროექტებს შორის 190 მილიონი დოლარის ღირებულების გასართობი ცენტრია ლას-ვეგასში, რომელიც Paramount Pictures-ის და Tom Cruise-ის ფილმის Top Gun-ითა და Top Gun Maverick-ით არის ინსპირირებული. ირაკლისა და თორნიკეს ჩვენთან ერთად ყოფნა თეთრ სახლში მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ისინი ქართულ ბიზნესს საუკეთესო ფორმით განასახიერებენ და ჩემი ნამდვილი მეგობრები და გამორჩეული ლიდერები არიან. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დიდი ენთუზიაზმით ველოდები მათ შტატებში დაბრუნებას, როდესაც შეერთებული შტატები 4 ივლის 250-ე იუბილეის იზეიმებს, ამბობს ადვენტი. საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტ უნარიანობის ზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს ინფორმაციით 2025 წელს ხარისხის კონტროლის მიზნით სხვადასხვა მიმართულებით შემოწმება 360-მდე ღვინის კომპანიაში ჩატარდა. საპროექტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით 279 დეგუსტაცია იყო. სააგენტოს ინფორმაციით გასულ წელს წინა წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა 2026 წელს ხარისხის კონტროლი უფრო აქტიურად გაგრძელდება, რათა 10 მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს. უფრო მეტად გააქტიურდება შიდა ბაზრის კონტროლიც. 2026 წელსაც გავაძლიერებთ მოქმედებებს ამ მიმართულებით. ხდება ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ ამა თუ იმ კომპანიის სასერტიფიკაციო წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება ხოლმე იმ პარტიას, იმ ლოტს, რომელსაც უკვე გზავნიან საზღვარგარეთან ანთავსებენ ბაზარზე, ამ შემთხვევაში კომპანიები ჯარიმდებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ვთხოვო ჩვენ მწარმოებლებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ძაფრი კონკურენციის პირობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი არის სწორედ ჩვენი ქართული ღვინის ხარისხი. სახელმწიფო არ აკლებს ძალისხმევას, რომ სახელი გაუთქვას ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე. ლაბორატორია ახორციელებს სერტიფიცირებისთვის საჭირო ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებს და ეს კეთდება როგორც საექსპორტო სერტიფიცირებისთვის, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის. ბოლო წლებიდან გამომდინარე, ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. სესმა თბილისში ყავის საწარმოს მუშაობაში აჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით თბილისში არაგეგმიური კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოს შპს ტრეიდერი შემოწმდა და შემოწმების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. სააგენტოს ინფორმაციით ბიზნეს ოპერატორი ყავას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ბაზარზე პროდუქციას სავაჭრო დასახელებით ვილა და ვილა გოლდი გამოდიოდა. ინსპექტირებისას კი სპეციალისტებმა პროდუქციის შემადგენლობასა და წარმოების პროცესში კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნეს ოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით საწარმოო პროცესი შეჩერდა შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე. სააგენტო მოუწოდებს თავის მხრივ მომხმარებლებს გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტირებას. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანიის დირექტორი და მფლობელი გიორგი ზირაქიშვილია. წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენის და მათზე რეაგირების მიზნით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გასული წლის მეოთხე კვარტალში 3 კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით ამ პერიოდში ქვეყანაში ჯამში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. აქედან 4873 შემთხვევა არ ეკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს და 12 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად. აკმაყოფილდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების კრიტერიუმები, მათ შორის ერთობლივი წლიური შემოსავლის ნაწილში. 14 შემთხვევიდან 11 კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა და შედეგად ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა. დარჩენილ 3 შემთხვევაში იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულების სავარაუდო დარღვევა, რის გამოც სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.
GCCA-ის მონაცემებით გასული წლის განმავლობაში საქართველოში სულ 23,768 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. მათგან წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა და სააგენტოს მხრიდან თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე. წელს საავტომობილო ბაზრისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბაზრების დივერსიფიცირება იქნება. ამის შესახებ დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ BMT-სთან და კომპანია კავკასიის ავტოიმპორტში თქვეს, რომ მართალია ბოლო თვეებში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი არის მზარდი ახალ ბაზრებზე, მათ შორის ტაჯიკეთში. თუმცა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ავტომობილების რეექსპორტის მნიშვნელოვანი წილი კვლავ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის. კავკასიის ავტოიმპორტში ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში გასული წელი იმპორტის ნაწილში 20%-იანი, ხოლო რეექსპორტი 6%-იანი ზრდით დასრულდა. დივერსიფიკაცია ალბათ 2026 წლის გამოწვევა ნამდვილად იქნება. ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს როგორც ავტომობილო ჰაბი სრულიად დივერსიფიცირებულია, რადგან როდესაც ქვეყნის ვთქვათ რეექსპორტის პოტენციალი ორ ქვეყანაზეა დამოკიდებული მაქსიმუმ 3-ზე, ეს დივერსიფიკაციაც ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი. თუმცა აქეთკენ მივდივართ, არის სხვა საინტერესო ბაზრებიც, სადაც მუშაობა საჭირო იგივე მარკეტინგულად და იგივე სხვადასხვა რესურსებით, რომ მეტად დივერსიფიცირება მოვახდინოთ ჩვენი პორტფელის და 2026-ის გამოწვევა ალბათ ესეც იქნება. ზოგადად ამ ბიზნესში პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია ხოლმე, იმიტომ ვოლატილურ რეგიონში ვცხოვრობ, თქვენც მოგეხსენებათ სიტუაცია გეოპოლიტიკური მათ შორის იცვლება, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც. ბოლო წლებს რომ გადავხედავთ წარსული გამოცდილება, რასაც გვეუბნება, რომ წლიდან წლამდე მზარდია ეს ბიზნესი, წლიდან წლამდე საქართველოს როგორც ავტომობილო ჰაბი ძლიერდება რეგიონში და 2026-ში ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. ასე იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გერგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMT TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.